სპილოს სახელად ფაფი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში გამომწყდეული იყო არგენტინის დედაქალაქიდან ბრაზილიაში, ბუნების წიაღში გადახავთ. ფაფის ახალი სახლი ბრაზილიის სპილოების ნაკრძალი იქნება, რომელიც 1000 ჰექტარზე დიდია. აქ მას სხვა სპილოებთან ურთიერთობის შესაძლებლობაც ექნება. სპილო ბუენოს-აირესის ეკოპარკიდან, სადაც 30 წელზე მეტი გაატარა, ორშაბათს სპეციალური, უზარმაზარი რკინის კონტეინერით გადაიყვანეს. სანამ დანიშნულების ადგილამდე ჩავა, ფაფიმ კონტეინერით 2700 კილომეტრი უნდა გაიაროს. კონტეინერს ფანჯრები და შესაბამისი ვენტილაცია აქვს. მუდმივი მეთვალყურეობისთვის კი შიგნით კამერებია დამაგრებული. ფაფის თან ახლავს სპეციალისტთა ჯგუფიც. სპეციალური კოლონა ახლა მიდის და ბრაზილიის საზღვარს სავარაუდოდ დღეს გადაკვეთენ. საავტომობილო გზა სპეციალურად შეირჩა, რომ საჭიროების შემთხვევაში ფაფის გზაშივე გაუწიონ დახმარება. ამ მომენტისთვის ყველაფერი კარგად მიდის. გზავრობის დროს სპილოს რაციონი არ შეცვლილა. ის ძირითადად მოიცავს დაბალანსებულ კვებას, ბოსტნეულს, ხილს და მწვანე ბალახს. ასევე ფაფი ვიტამინის დანამატებს იღებს. ნაკრძალში ჩასვლის შემდეგ ფაფი სპეციალური პროცედურების გავლა მოუწევს. ნაკრძალში ჩასვლის შემდეგ პირველი, რაც მან ხელახლა უნდა ისწავლოს, არის დამოუკიდებლობა. მან თავად უნდა შეძლოს გადაწყვეტილების მიღება, რაც სპილოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ ხომ საკმაოდ განვითარებული ტვინი აქვთ. შესაბამისად, მას ისეთი რამის გაკეთებას არ დავაძალებთ, რისი გაკეთებაც არ ენდომება. მორჩილება, თანამშრომლობითა და პატივისცემით უნდა ჩავანაცვლოთ. ბრაზილიის სპილოების ნაკრძალისთვის ეს სპილოების გადმოყვანის პირველი შემთხვევა არ არის. სამხრეთ ამერიკაში ის პირველი ნაკრძალია, სადაც გალიაში მცხოვრებმა სპილოებმა წარმატებით შეძლეს ახალ გარემოსთან და სხვა სპილოებთან ადაპტაცია.